ფინეთში, ქალაქ ტურკუს პორტში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საზღვაო ძალა გამოჩნდა. ბალტიის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების გაზრდასთან ერთად ნატო და მოკავშირეები აძლიერებენ ძალისხმევას სასიცოცხლო საზღვაო მარშრუტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით. სამხედრო სწავლებას Freezing Winds 2025 სამხრეთმა ფინეთმა უმასპინძლა. მანევრების თემატიკა საზღვაო კავშირების გაძლიერებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის ამოცანებს, საბრძოლო მომზადებებს, ამფიბიურ სადესანტო ღონისძიებებს, ასევე საზღვაო და სანაპირო ძალების ერთობლივ ოპერაციებს ითვალისწინებდა. საზღვაო მანევრებში ალიანსის წევრი ქვეყნების 20 საბრძოლო, მომარაგებისა და მხარდაჭერის სხვა საზღვაო საშუალებები ჩაერთვნენ. ჩემი აზრით ნატოს მოკავშირეებისთვის უმნიშვნელოვანესია ერთობლივი წვრთნების ჩატარება. ჩვენ სხვა ქვეყნიდან ვართ. თითოეულ ქვეყანას ოპერაციების განსხვავებული პროცედურა გვაქვს, მაგრამ საერთო ჯამში ისინი მსგავსია. შესაბამისად, დიდი უპირატესობაა ერთად ვარჯიშის შესაძლებლობა. აქ ფინეთში გამოწვევებით ახსავსე გარემოა. არსებობს მრავალი სანავიგაციო შეზღუდვა, რთული ფსკერი და წყალქვეშა პირობები. ვიტყოდი ქაოტური რისკი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ვიმყოფებით და ვატარებთ ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციებს. ბალტიის ზღვაში ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო მუდმივი მოქმედი ჯგუფის ხომალდები ალიანსის სხვადასხვა ქვეყნიდან შეიკრიბნენ. ბელგიური, დანიური, ფრანგული, პოლონური და სხვა ქვეყნების სამხედრო ხომალდები ამერიკულ საზღვაო ძალებთან ერთად კომპლექსურ სწავლებებში მონაწილეობდნენ. წვრთნებში მყვინთავთა ჯგუფები და საზღვაო უპილოტო სისტემებიც აქტიურად ჩაერთვნენ. საერთაშორისო თანამშრომლობის კარგი მაგალითია ის, რომ ამჟამად ჩვენს ხომალდზე იმყოფება პოლონეთის გამნაღბელ მყვინთავთა გუნდი. ეს ორ ერთს შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის დემონსტრირებაა. მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერება, რადგან ყველა შეგვიძლია ერთმანეთისგან ვისწავლოთ. ჩვენ გვაქვს დისტანციურად მართვადი და ავტონომიური მანქანები და თითოეულს აქვს საკუთარი შესაძლებლობები, რომელთა გაზიარებაც შეგვიძლია. ბალტიის ზღვაში გამართული მანევრები ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ინფორმაციით ნაწილია იმ მასშტაბური წვრთნებისა, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. თავად სწავლება სახელწოდებით Freezing Winds 2025 მოიცავდა საავიაციო კომპონენტებსაც. აქ საბრძოლო და სადაზვერვო საშუალებებთან ერთად ვერტმფრენებიც მონაწილეობდნენ. მისიის მიზანია მთელი საზღვაო არეალის მონიტორინგი, რათა გამოავლინოს გემები, რომლებმაც შესაძლოა პოტენციური საფრთხე შეუქმნან წყალქვეშა ინფრასტრუქტურას. იქნება ეს კაბელები, ინტერნეტ კაბელები თუ ბალტიის ზღვაში გამავალი მილსადენები. გემების იდენტიფიცირების შემდეგ შეგვიძლია განვახორციელოთ მათი აქტივობების მონიტორინგი. დავკითხოთ ისინი და ვნახოთ, წარმოადგენენ თუ არა ისინი საფრთხეს ამ ინფრასტრუქტურისთვის. ჩვენ ერთად ვდგავართ და ერთად ვაწარმოებთ ოპერაციებს. ჩვენ როგორც ნატოს მოკავშირეები ვზრუნავთ ჩვენს კრიტიკულ წყალქვეშა ინფრასტრუქტურაზე და გვსურს დავიცვათ ისინი ნებისმიერი საფრთხისგან. ალიანსის საზღვაო მანევრები ბალტიის ზღვაში 2025 წლის 24 ნოემბერს დაიწყო. ნატოს ხომალდებმა რეგიონი უკვე დატოვეს. თუმცა ერთობლივი ოპერაციებისთვის მზადყოფნის შესანარჩუნებლად სამხედრო მანევრები მომავალშიც იგეგმება.